10 თებერვალს ღამით ალბანეთის დედაქალაქ ტირანას ცენტრში ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა. ისინი ალბანეთის მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ. დემონსტრაცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. სპეცრაზმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა მომიტინგეების წინააღმდეგ. აქციის მონაწილენი კი პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილებსა და სხვა საგანს ესროდნენ. პრემიერ-მინისტრ ედი რამას მთავრობა კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო, რომლებიც პრემიერ-მინისტრის მოადგილეს ბელინდა ბალოკუს უკავშირდება. ედი რამა ჯერჯერობით არიზიარებს მისი თანამდებობიდან გადაყენების მოწოდებებს. კანონმდებლებზე იზრდება ზეწოლა, რომ მოუხსნან ბალოკუს იმუნიტეტი, რაც მხოლოდ პარლამენტში კენჭისყრით არის შესაძლებელი. პროკურორებმა ბალოკო, რომელიც ასევე ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრია, გარკვეული კომპანიების სასარგებლოდ სამშენებლო პროექტების სახელმწიფო შესყიდვებში ჩარევაში დაადანაშაულეს და მისი იმუნიტეტის მოხსნა მოითხოვეს. ჩვენ ევროპაში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც კანონის მეშვეობით იპარავს. სახელმწიფო ადმინისტრაციის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს, თუმცა არავინ გადაუყენებიათ და არც არავისთვის შეუჩერებიათ უფლებამოსილება. 10 თებერვალს საღამოს ალბანეთის დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციაზე ათასობით მოქალაქე გამოვიდა. ეს ბოლო თვეების განმავლობაში ედი რამასა და მისი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამართული მესამე მასშტაბური საპროტესტო აქცია იყო. შეკრების ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 1300-ზე მეტი პოლიციელი იყო მობილიზებული. წინა საპროტესტო აქციებსაც მოყვა დაპირისპირება. დემონსტრანტებმა სამთავრობო შენობას, პოლიციასა და სპეცრაზმს მოლოტოვის კოქტეილები და ქვები დაუშინეს, რაზეც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით უპასუხეს. ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სალი ბერიშამ, რომელსაც თავად ჰქონდა ბრალი წაყენებული კორუფციის გამო, პროტესტი ალბანეთისთვის კრიტიკულ მომენტში მშვიდობიან აჯანყებად შეაფასა. ბოლო დღეებში განვითარებელმა მოვლენებმა ყველანი ამ მოედანზე საგანგაშო პირობებში გაგვაერთიანა. ბოლო 35 წლის განმავლობაში ალბანეთისთვის ეს ყველაზე კრიტიკული მომენტია და შესაძლოა აქ სწორედ მშვიდობიანი აჯანყებისთვის შევიკრიბეთ. პოლიტიკური ანალიტიკოსი მენტორ კიკი ამბობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ საპროტესტო აქციებს რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოჰყვეს. საეჭვოა, რომ მთავრობა ამ საპროტესტო აქციებით დაეცეს, რადგან მოქალაქეთა რეაქცია არაერთგვაროვანია. მოქალაქეები არ არიან დობით განწყობილი და მუდმივად, უფრო დიდი ბოროტების ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით, ისინი ნაკლებ ბოროტებას აძლევენ ხმას. შემდეგ ეს ნაკლები ბოროტება უფრო და უფრო მეტად იზრდება. დღეს არსებობს აღქმა, რომ თუ რა მაწავა, ბერიში მოვა. ერთი ადამიანი კორუფციის გამო წავიდა ხელისუფლებიდან, მეორემ კი კორუფციის გამო უნდა დატოვოს ხელისუფლება. ალბანეთი, რომელიც 2027 წლისთვის ევროკავშირში გაწევრებას იმედოვნებს, ევროგაერთიანების მხრიდან მკაცრი მონიტორინგის ქვეშაა. თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ფართოდ გავრცელებულ კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემები.